როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველა ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ რა შეიცვალა მის ფიქრებში, საერთოდ მისი ენერგიები და თუ კი ადამიანი კიდევ არაფერს არ აკეთებს და ჩვენი სერიალი გრძელდება, ვნახოთ თუ რა შეიძლება აქედან გამოვიდეს, რას იზამს, რას მოიმოქმედებს, რამეს თუ შეცვლის. და ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის. დღეს ტარო გელაპარაკებათ. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ჯერ მადლობას გადაგიხდით ტრადიციულად, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა და რა თქმა უნდა ადეკვატური კომენტარები. ძალიან დიდი მადლობა ყველას ამისთვის და დღეს ძალიან კარგი დღეა ტაროც გელაპარაკებათ, ზოგადი გაშლების მადლით მოусმინეთ, მაგრამ თლად ზეპირად და ისე მით ნუ გადაეშვებით, იმიტომ რომ მე უყურებ კომენტარებში, რომ ძალიან ემოციურად უყურებენ ამ ყველაფერს და ახლა ვოისებით არის კომენტარები და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ არ დამეზარება არასასიამოვნო კომენტარებზე პასუხის გაცემა. და ამიტომ გეუბნებით, რომ ზოგადი გაშლა კარგია, მაგრამ ჩვენ რო გვაქვს ჩვენი თავი, გონება და ჩვენი ცხოვრება, ამას მივაქციოთ უფრო ყურადღება და აქედან მივიღოთ სიამოვნება, რავი, თუ მოგწოთ უყურეთ თუ არა და არანაირი პრობლემა არ არის. ნახოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით, რა ფიქრებია. ღმერთო ჩემო, რა კარგი ფიქრებია. თქვენზე ფიქრები აქვს, ვიტყვი თუ ვარაუდით ვიტყვით ნუმეროლოგიით. 2 დღის უკან დაეწყო, გაგრძელდება მაქსიმუმ 4 დღე ამ ენერგიებიდან ძალიან მძაფრი. შენი ფასი, შენს მიმართ აი გულწრფელი დამოკიდებულება, როცა ადამიანი ფიქრობს, აი მე როგორ მიყვარს ეს გოგო და აი მე რა ლამაზია და აი რა ვიცი, თვალი ხო არ მოკრა სადმე. ან ნუ რა თქმა უნდა, თუ ეხლა კარგი ურთიერთობა გაქვს მასთან და კონტაქტი გაქვს, თავისთავად ვიცით როგორ მოკრავდა თვალს, მაგრამ აი როგორია, იცი, რაღაცა ახალი სიახლეა, იმიტომ რომ თითქოს სულ ეფიქრება. თან ეფიქრება, იმიტომ რომ თითქოს არ ჩვენ არ აქცევ დიდად ყურადღებას და ცხოვრობ შენი ცხოვრებით, გალახებულად, ლამაზად, აქეთ-იქით და ეს ადამიანი უფრო და უფრო ძალიან დაინტერესებულია და რაღაცნაირად თვალებს რომ დახუჭავს, როგორც მე აქ უყურებ, ფიქრობს, როგორი შეხვედრა გექნებათ, როგორ გაცვლით სიტყვებს ერთმანეთის მიმართ, ემოციებს და როგორი კარგი სასიყვარულო ურთიერთობა გააქვთ და გქონდათ. ძალიან ლამაზი ხარ, ძალიან კარგი ხარ, მისთვის ამაზე ფიქრობს, დედა რა გოგოა, რა დედამშობა, ხო მართლა რა სასწაული ხარ რაღაცა მის ფიქრებში. რა თქმა უნდა, ეს ემოციური ფიქრია, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ მე მაინტერესებს საერთოდ თვალი ჭამს თვალის ვამს, მაგრამ გრძნობა, ნახოთ გრძნობა, რა გაქვს გრძნობებში. დღეს გოგონებო არის გაშლა. ეს არკანი მანდა მაინც ამოტრიალებული ამოვიდა და ამასაც ავხსნი. ვიტყვი რომ ამ ადამიანს უყვარ ხარ. ხო. აი უყვარ ხარ ამ ადამიანს და უბრალოდ აქ გაკეთდა რაღაცა ამ ურთიერთობის მიმართ არასწორი ქმედება, არასწორი არჩევანი და იცის მაგრამ ყველაფერი, ანუ რო ვთქვა, ვაიმე ნანობს, ნერვიულობს, არა, იმიტომ რომ ყველაფერი გაკეთდა ძალიან დაფიქრებულად, ძალიან ისე. ამ ადამიანს აქვს გრძნობა შენს მიმართ, უყვარ ხარ, უბრალოდ პრობლემა არის ის, რაღაცა არ დაემთხვა თქვენი ინტერესები. იმიტომ რომ პრაქტიკული ადამიანია, პრაქტიკულობაში გულისხმობს, რომ თუ რამე ზედმეტი რაღაცა სრულები და მოთხოვნები გაქვს, მისთვის ეს არის ზედმეტი, მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევაში თუ შენ იქნები მარტივი და რაღაცა მორგებული ურთიერთობაში, იქნებოდა ყველაფერი კარგად. ესე როგორი ტიპია, იცი და რას ითხოვს, ანუ არ გადაამასწრო სრულებში, არ გადაამასწრო მოვლენებში და დავრჩეთ ერთად. ოღონდ აი როგორ იცი? დავრჩეთ ერთად ვართ, კარგად ვართ, მაგრამ შენ ხარ ის ადამიანი, ვისაც უნდა რა თქმა უნდა უფრო მეტში გულისხმობს სტაბილურობას, რა თქმა უნდა, საით მიცეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ შენ არ გრძნობ იმას, რომ სად მიცეს ეს ურთიერთობა არ იცი. შეიძლება შენ ისე კი იცი რომ გრძნობა აქვს ყველაფერი, მაგრამ ზოგჯერ თუ ისეთ ძლიერ ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა და ჭკვიანი კაცია, შემდგარი კაცია მაგალითად, ყველა შემდგარი ხო ვერ იქნება, მაგრამ მაინც ასე გრძნობებით არ მართავენ თავის ცხოვრებას და ამიტომ სამწუხარო. რამეს თუ შეცვლის თავის ცხოვრებაში თქვენთან, რა თქმა უნდა. რამეს თუ ვიცი რა ვიცი რა ვთქვა, დრო ჭირდება, დრო.
ჯერ არა. ფიქრობს ამაზე. წინააღმდეგი არა, იცი როგორ რაღაცა ხო? წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ძალიან ისეთი ძალიან დესტაბილურებული ფიქრები აქვს ამასთან დაკავშირებით, რას და როგორ გააკეთებს. არა, არ არის მზად შინაგანად გაიხსნას და შემოგიშვას თავის ცხოვრებაში ისე მთლიანად, იმიტომ რომ თვითონ მართავს თავის ცხოვრებას და ერთი სიტყვით შეინარჩუნებს ამ საკითხთან დაკავშირებით დუმილს, ისევ არ გადაჭრის არაფერს, მაგრამ რაც მთავარია, მე არ ვიცი, გამძლეობას უსურვებ მაგის გულს, რადგანაც ძალიან ემოციურად ეფიქრები, გრძნობაც აქვს, კი ვთქვი, რომ ახლა ყველა შეიძლება არა, მაგრამ უყვარხარ, ვისაც როგორი სიყვარული შეუძლია და აქედან გამომდინარე, ერთადერთი ის არის, რომ არც ხელა ამას ოჯახისთვის და რაღაც სტაბილურობისთვის, არა, ეს არა ახლა ამ ეტაპზე არა. თუ არჩევანია კიდე ამ ურთიერთობაში, გეტყვი რომ ზომიერებაში იქნება ყველაფერი, მაგრამ შენზე ურთიერთობაზე არ უნდა უარისქმა და უბრალოდ ეს ყველაფერი წავა იქითკენ, რომ შენ არ დაგაკმაყოფილებს და ერთი სიტყვით შენ შეცხოვრებას მერე გააგრძელებ ისე და შეიძლება ისე რა, ისე მოიქცე, რომ პირიქით მოიზიდოს ადამიანი შენი აი კეთილდღეობით შენ რომ მის გარშე გააგრძელებს ცხოვრებას, მის გარშე გააგრძელებს ცხოვრებას. ისე რჩევა ვიკითხოთ, არც თუ ისე მარტივ სიტუაციაში, როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ? თქვენ უნდა მოიქცეთ წინსვლით. ანუ წინსვლაში ვგულისხმობ იმას, რომ თუ თქვენი საზღვრები არის დარღვეული, რა თქმა უნდა გამოასწოროთ ყველაფერი. უნდა მართო შენი ცხოვრება და ერთი სიტყვით იზრუნე შენს ემოციაზე. შენ უნდა ირჩიო ის, ვინც მოგცემს ზუსტად იმას, რაც შენ გინდა. ზუსტად ისე. არც მეტი და არც ნაკლები. იმიტომ რომ ისეთი ადამიანი ხარ, ისეთი ქალი ხარ, რომ უბრალოდ სხვანაირად არ შეგეფერება. შეცდომები ყველას მოდის, იმიტომ რომ აქედან გამომდინარე უფრო ხვდები რა გინდა და როგორი ხარ, მაგრამ ასეთი სიტუაცია. გოგონებო, ასეთი იყო დღევანდელი ენერგიები, მე ვფიქრობ ძალიან კაი ენერგიებია და რა თქმა უნდა, ყველას გელოდებით კომენტარებში დროებით.